პრეზიდენტი დღეს წარმოადგენდა ხალხს. სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ყველა ის გზავნილი გააჟღერა, რომელიც პროევროპულ აქციებზე ისმის. ასე აფასებს პოლიტოლოგი ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში. კობა ჯუმუშაძე ამბობს, რომ მათგან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აქცენტები არჩევნებს შეეხებოდა. სპეციალისტის თქმით, ახლა დასავლეთის სრულად არის საქმის კურსში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და კიდევ უფრო უნდა გაამკაცრდეს სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც პოლარიზაციას აღრმავებს და ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს. ცნობისთვის დღეს სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტში საკმაოდ ვრცელი სიტყვით გამოვიდა. ევროპელი პოლიტიკოსების წინაშე მან ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე ისაუბრა. აქცენტი გააკეთა გაყალბებულ არჩევნებზე, კენჭისყრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, დემონსტრაციებზე, შეცვლილ საგარეო კურსსა და ძალადობაზე გადასულ რეჟიმზე. ზურაბიშვილმა მოუწოდა მოკავშირეებს რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად ივანიშვილის დასამარცხებლად, რომელიც საქართველოს კრემლის გავლენის ქვეშ აბრუნებს. პრეზიდენტმაც გააჟღერა ყველა ის გზავნილი, რომელიც ჟღერდება ქართული ხალხის მიერ დემონსტრაციების პერიოდში. არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. პრეზიდენტმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ არჩევნების გაყალბება ხელისუფლებამ დაიწყო არა არჩევნებამდე 1 ან 2 თვით ადრე, არამედ ამას ჰქონდა ძალიან ისეთი ღრმა აფესვები და შესაბამისად ის ფინანსური პაკეტებიც ახსენა მან დაახლოებით 600 მილიონი ლარის ოდენობით, ახსენა ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც თავად შეესწრო და როცა ამას ევროპარლამენტარი თავად პრეზიდენტისგან ისმენს, ეს უკვე მკაფიო გზავნილია და მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ მიდის დემოკრატიული პროცესების შესაბამისად. მიზანი ალბათ პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლისა არის ის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ პოლარიზაციის პროცესში.